მადლი და მშვიდობა ძვირფასებო და სრულიად საქართველო. სულ რამოდენიმე დღე და ეს წელიწადიც გასრულდება. მე მინდა წინასწარ გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს რო უსურვოს და მით უმეტეს მთელ ერს. ერი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელმაც ასეთი პატივისცემა გამოხატა ჩემს მიმართ და ჩემი გადაცემის მიმართ. მადლობა უღრმესი ძვირფასებო, დაგლოცავთ თითოეულ თქვენთაგანს და გისურვებთ ამ წელიწადში თუ რაიმე უსიამოვნო და არასახარბიელო იყო თქვენთვის, სულ კარგით და სასიამოვნოთი შეცვლილ იყოს. წარმატებები და წარმატებები. ჩვენ კი როგორც ყოველთვის ვაგრძელებთ ჯერ აპოლოგიის კითხვას, ანუ აპოლოგია რა არის? ეს არის სიტყვა, რომელიც თქვა ბერძენმა მოწამე ფილოსოფოსმა არისტიდმა იმპერატორ ადრიანეს წინაშე და შეგახსენებთ შინაარსი ამ სიტყვისა მდგომარეობდა იმაში, რომ დამტკიცდეს როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღმერთი და ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი. მზის თაყვანის მცემლებით ცდებიან ჰოი მეფეო, რამე თუ ხედავთ, რომ ის აუცილებლობის გამო მოძრაობს. გადაადგილდება ერთიდან მეორე ადგილას. ამოდის და ჩადის. რათა განაცოცხლოს ხეები და მცენარეები, რომლებიც თავის მხრივ ადამიანებს ემსახურებიან. არის რა ზეცასთან შედარებით მცირე ზომისა, ნათლის ძალის და მიხედვით ცვალებადია და არავითარი თვითმმართველობა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე დაეგია ღიქვან არა ღმერთად, არამედ მის ქმნილებად. და რაღა მოგახსენო მთვარესა და ვარსკვლავებზე. ძლიერ ცდებიან აგრეთვე ისინიც, რომლებიც პირველყოფილ ადამიანებს ღმერთებად მიიჩნევენ. რამე თუ ჰოი მეფეო, რამდენადაც იცი, ყოველი ადამიანი 4 ელემენტის, სულის და სამშვინველისაგან შედგება, რისთვისაც მას მცირე სამყარო, ანუ მიკროკოსმოსი ეწოდება. მას აქვს დასაბამი და დასასრული. იბადება და კვდება. და ჩვენ ვხედავთ, რომ იგი საჭიროებს საკვებს და როგორც არ უნდა უნდოდეს, მაინც ბერდება. მას ხან უხარია, ხან წყინს, ხან შური იპყრობს და ხანაც გაღიზიანებულია, ხან ხარბია და ცვალებადი, ერთი სიტყვით უნაკლო არავინ არის. სიკვდილი ემუქრება ხან სტიქიებით, ხანაც ცხოველებისგან და მისსავე მსგავსი მოკვდავი ადამიანებისგან, ამიტომ და ადამიანს ნურავინ გააღმერთებს. რამე თუ ისიც მხოლოდ ქმნილებაა ღმრთისა. ამგვარად უდიდეს საცდურში არიან ჩავარდნილები, ბარბაროსები, ჰოი მეფეო, აღმსრულებელნი საკუთარ გულის თქმებისა, ხრწნად სტიქიებს ღმერთებად მიიჩნევენ და ვერ ამჩნევენ, რომ ისინი ღვთის ქმნილებანი არიან და არა ღმერთები. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გვიახლოვდება ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და აი ღვთის წყალობით და საოცარი განგებულებით ჩვენ უკვე ვასრულებთ ყველა სახარების განმარტებას, რაც კი ქრისტეშობის მსახურებაზე იქნა წაკითხული. შეგახსენებთ, რომ წაკითხული იქნა 4 სახარება, აქამდე ჩვენ 4-ვე სახარების განმარტებას ვკითხულობდით. ჩვენ მალე დავასრულებთ ბოლო მე-4 სახარების განმარტებას, სახარებას ეგვიპტურ სიბნელეში ნათლის შესახებ. შეგახსენებთ, რომ განმარტების ავტორი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი, ან ველიმიროვიჩი, აქ მხოლოდ თარგმანია ჩემი. მაშინ ჰეროდემ, როცა მიხვდა, რომ დასცინეს მოგვებმა, ფრიად განრისხდა და წარგზავნა ბეთლემსა და მის შემოგარენში
მოგების შეტყობინების და მიხედვით 2 წლამდე ასაკის ყველა ჩვილის და ყრმის დასახოცად. არადა აღმოსავლელ მოგებს არ დაუცინიათ ჰეროდესთვის. ისინი უბრალოდ არაფერს შეპირებულან მას, რამე თუ სახარებაში ასეა ნათქვამი. მათ მოისმინეს მეფის ნათქვამი და წავიდნენ. მაგრამ ტირანი ჰეროდე მიჩვეული იყო იმას, რომ მისი ნების შემთხვევას აუცილებლად უნდა ესრულებინათ ის. აი ამიტომ ჩათვალა, რომ დასცინეს მას, რადგან იერუსალიმში აღარ მოუბრუნებულან მოგვები ღვთაებრივ ყრმაზე აბების შესატყობინებლად და საშინლად განრისხდა. მრისხანება იყო ის ჰაერი, რომელსაც ის ჩაისუნთქავდა და ამოისუნთქავდა. ყოველდღიურად, რაც ყოველთვის ემართება საკუთარ ვნებებისადმი დამონებულ ნებისმიერ ადამიანს. საკუთარ თავზე შეგვიძლია ეს განვიცადოთ. რაც მეტად ვემონებით რომელიმე ვნებას, მით უარეს მრისხანებაში ვცვივდებით. ეს უკანასკნელი კი კვლელობის მამა გახლავთ, რამე თუ საბოლოოდ იქამდე მივყავართ. მრისხანებაში ჩავარდნილმა კაენმა მოკლა საკუთარი ძმა აბელი. საული განურისხდა დავითს და შუბი ესროლა მას მოსაკლავად. მეფე ნაბუქოდონოსორი განრისხდა სამყრმაზე, სედრაქ, მისაილ და აბდენაღოზე და მათი გახურებულ ღუმელში შეყრა ბრძანა. იუდეველი მღვდელმთავრები და მწიგნობრები, როცა ისმენდნენ მთავარ დიაკონ სტეფანეს სიტყვებს, ჯიხს იცებდნენ კერტში და კბილებს ახრჭიალებდნენ. ერთბაშად მივარდნენ, გაათრიეს ქალაქგარე და ქვებით ჩაქოლესო. სამწუხაროდ ასე აღვიძერს მოციქულთა საქმე. დედამიწაზე არსებულ ღვთივსაძულველ ყველანების მსახური ჰეროდეც განრისხდა და ამ რისხანებაში საკუთარი ჯალათები წარგზავნა და ბეთლემისა და მის შემოგარენში 2 წლამდე ყველა ჩვილი და ყრმა ამოწყვიტა. ის, რაც ოდესღაც ფარაონმა დამართა ეგვიპტეში ყრმებს, იგივეს იმეორებს ბეთლემში ჰეროდე, იგივე გვემართება ჩვენს. თავად ვარდებით იმ ცოდვაში, რაშიც სხვას განვიკითხავთ. საყურადღებოა ის სიტყვა, რომელიც გვეუბნება, რომ ამოწყვიტა და არა დაახოცვინა. რამე თუ აქ ხაზი ესმება თავად ჰეროდეს და არა სისხლიანი ბრძანების აღმასრულებელ ჯალათებს. მახარებელი ამ საშინელი ბრძანების გამცემელ ჰეროდეს ადანაშაულებს და არა მათ. ღვთის წინაშე ჰეროდე, დიახ, ჰეროდეა პასუხისმგებელი და არა ჯალათები. რამე თუ ამ უკანასკნელთ აზრადაც კი არ მოუვიდოდათ ჩვილების ამოწყვეტის ეს დემონური გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მეტოქე, ასე ვთქვათ, მეფის მოშორებას პირველ რიგში. ასე განიხილავდა ჰეროდე მას. ყოველივეში ბრალი ედება მხოლოდ და მხოლოდ ჰეროდეს. მახარებელს ამით ჩვენი განსწავლად სურს იმ საკითხში, რომ ბოროტის ქმნას მოვერიდოთ თუნდაც სხვა ადამიანების მეშვეობით. თუ ვინმეს მიუდრეკთ მკვლელობისკენ, მოვკალით ჩვენ და არა მან. სიცრუისკენ ვიცრუვეთ ჩვენ და არა მან. ძარცვისკენ ვიქურდეთ ჩვენ. სიძვისკენ ვისიძვეთ ჩვენ და საერთოდ რომელ ცოდვისკენაც არ უნდა მივდრიკოთ ადამიანი, ჩვენ შევცოდავთ და არა ის. და თუ კი მახარებელი აღწერდა ჩვენ მიერ ცდუნებულ ადამიანის ცოდვას, მას კი არ მოიხსენიებდა არამედ მხოლოდ ჩვენ სახელს. ისევე როგორც ჩვენ მოცემულ შემთხვევაში მკვლელად მოიხსენიებს ჰეროდეს და არა ჯალათების სახელებს. ის კი არა და მათ ჯალათებსაც არ უწოდებს და საერთოდ არც ახსენებს მათ, უბრალოდ ამბობს ჰეროდემ წარგზავნა, რათა ამოწყვიტოს ყრმები და ჩვილები. არ არის მითითებული ვინ წარგზავნა, არამედ უბრალოდ წარგზავნა, რამე თუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვინ წარგზავნა მან, რამდენადაც ღვთის სამსჯავროზე სახელობით მხოლოდ ჰეროდე იქნება მოხმობილი. ის კი რომ ჰეროდეს მიერ მოწყობილ ამ სისხლის ღრაში მრავალი ბავშვი დაიღუპა, იქიდან ჩანს, რომ მახარებელი განსაკუთრებით უსვამს ხაზს და წარგზავნა,
რათა ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოწყვიტონ 2 წლამდე ასაკის ყველა ჩვილი და ყრმა. შეეძლო ეთქვა ჩვილები და ყრმები, მაგრამ განგებ მიუთითებს აქ ყველა და შემოგარენიც, იმიტომ ახსენა რომ ბეთლემია ქალაქი, რომლის ირგვლივაც მრავალი დასახდება და აქედან კი ცხადია რომ მრავალი ბავშვია დახოცილი. ასე და ამგვარად ქრისტეს პირველი მოწამენი ბავშვები არიან. მათი ასეთი მოწამეობრივად ნაადრევი სიკვდილი აიხსნება კაცობრიობის ცოდვების უსკრულით, განმართლდება და გვირგვინდება იმ უკვდავებით, რომელიც ქრისტეს ასუფეველში მოიპოვეს. ისინი, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა ქრისტეს, პირველები ევნენ, ვინც მოგვიანებით ჩაიკრა გულში და აკურთხა, პირველები ეზიარნენ ახალ აღთქმისეულ მოწამეობრიობას. ძველ აღთქმაში ღვთისათვის იხოცებოდნენ წინასწარმეტყველები, ახალში კი ყრმები და ყველა მსგავსი, მასავით სუფთა და წმინდა სულის ადამიანები. რამე თუ ახალი აღთქმის მსმნება ამას გვეუბნება, თუ არ მოიქცევით და არ იქნებით ვითართ საყრმანი, ვერ შეხვალთ სათა სასუფეველში. მაგრამ ამ ყრმებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინიც შეხვდებიან მეტნაკლებად სისხლის მსმელ საკუთარი ჰეროდეებს, რომლებიც შურის მიზეზით დაუწყებენ დევნას და დახოცავენ მათაც. ქრისტეს არც ერთი მოწამე არ დარჩება უგვირგვინოდ მისსავე სასუფეველში და ვერც ერთი ჰეროდე ვერ გაექცევა ბოროტ სასჯელს ზუსტად ისევე, როგორც ჰეროდე ვერ გაექცა მასზე თავდატეხილ რისხვასა და გულის წყრომას. ვერც ცაში და ვერც დედამიწაზე. ჭეშმარიტად, სასტიკად ცდება კბილებამდე შეიარაღებული ცოდვილი, როცა ფიქრობს, რომ უბიწო და უცოდველ ყრმაზე ძლიერია. მთელ სამყაროში სიწმინდესა და უცოდველობაზე ძლიერი არაფერია, რამე თუ წმინდათა და უცოდველთ ცეცხლოვან מחვილებით შეიარაღებული ანგელოზები იცავენ. და ჩვენც ყველანი ხშირად ვტყუვდებით, როცა ცოდვით დაბრმავებულები ვფიქრობთ, თითქოს ჩვენი ძალებით და შესაძლებლობებით, იარაღითა და ხელისუფლებით 2 წლიან უსუსურ ყრმაზე ძლიერი ვიყოთ. ერთი ცალი ყურით მაინც მოგასმენინათ ბავშვთა მკვლელების აღსარებანი, შეგაძრწუნებთ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ სდევნიან მოკლული ბავშვები საკუთარ მკვლელებს და მოსვენება არა აქვთ ღეც და ღამეც, არც ძილში და არც ხარში, სანამ არ შეინანებენ ან და ყულფში არ გააყოფინებენ თავს. საკუთრებოდი ერთჯერ. დროებით შემიწყდა გადაცემა და აბა ნახე ხმა თუ ისმის, ხელი მომიხვდა მიკროფონზე. 1 2 3 1 2 3. ანუ ცხვირმა იმდენად შევაწუხა, რომ გადაცემის დროს ვეღარ იმას ვიზავდი და ანუ მონტაჟი ხო კეთდება მერე რა და 1 2 3 1 2 3 ისმის ხო? ხო. დაგლოცოთ და გაგახაროთ ძვირფასებო ყოვლა წმინდა ღვთის მშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც ჩვენ გავაგრძელებთ
კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ გვიყვება ღირსი მაქსიმე აღმსარებელი. წმინდა მამებმა გვაუწყეს, რომ იესო ქრისტე და მისი ყოვლადწმინდა დედა 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეგვიპტეში. შემდგომ ბოროტი ჰეროდე თავისი ბოროტის სიკვდილით მოკვდა და ეგვიპტეში იოსებს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, რომელმაც მას უთხრა: „ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან მოკვდა ის, ვინც ყრმის სულს ეძიებდა“. იოსებიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი ისრაელის ქვეყანაში. როგორც გამოცხადებითვე ებრძანა, გალილეის ქალაქ ნაზარეთში დასახლდა, რათა წინასწარმეტყველთაგან თქმული აღსრულებულიყო: „ეგვიპტიდან მოუხმეო ჩემს ძეს და ნაზარეველი ეწოდოსო“. წმინდა მათემახარებელი იმას გვაუწყებს, რომ უფლის ეგვიპტეში ჩასვლაც, მისი ეგვიპტიდან მობრუნებაც და ნაზარეთში დამკვიდრებაც უფლის ანგელოზის გამოცხადებითა და სიტყვით აღსრულდა. წმინდა ლუკა მახარებელი წმინდა მათესგან განსხვავებით არ გვაუწყებს, რომ იოსებს უფლის ანგელოზის გამოცხადებით ებრძანა ნაზარეთში დამკვიდრება. ხოლო აღნიშნავს, რომ ტაძარში რჯულის წესის აღსრულების შემდეგ იოსები, მარიამი და ყრმა იესო გალილეაში დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქ ნაზარეთში, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მახარებლების მიერ ამ ამბის სხვადასხვაგვარად გადმოცემა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. ლუკა მახარებელი იმ ამბებს მოგვითხრობს, რომლებიც ეგვიპტეში წასვლამდე მოხდა, რადგან ისინი მხოლოდ აღწერის გამო ავიდნენ ჰურიასტანის ბეთლემში, სადაც უფლის გამოუთქმელი შობა აღსრულდა და 40 დღე იქ დარჩნენ. ამის შემდეგ მათ იერუსალიმში აიყვანეს ყრმა, რათა უფლის წინაშე წარედგინათ ტაძარში, რაც რჯულით იყო დაწესებული. იქ მოხუცებულმა სვიმეონმა ყრმა იესო ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და აკურთხა. ყოველივე ეს მათ ქალწულისაგან შობილი უფლის განგებითა და ბრძანებით, რომ აღასრულეს კაცთა წყალობისათვის, ნაზარეთში დაბრუნდნენ, სადაც მანამდე მკვიდრობდნენ. ამის შემდეგ, როგორც მამები გვიმოწმებენ, გავიდა 2 წელი და იოსებს გამოეცხადა უფლის ანგელოზი, რომელმაც ეგვიპტეში გაქცევა უბრძანა მას, რადგან ჰეროდე ყრმა მეუფეს ეძიებდა მოსაკლავად. იქაც 2 წელი იყვნენ. მოკვდა ბილწი ჰეროდე, ისევ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ისრაელში დაბრუნება უბრძანა იოსებს, რომელმაც შეიტყო, რომ ჰურიასტანში მამის ნაცვლად არქელაოსი მეფობდა. იოსებს შეეშინდა იქ მისვლა და კვლავაც გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ დამკვიდრებულიყო ნაზარეთში. შეგეწიოთ ჩემო ძვირფასებო, თქვენი მფარველი ანგელოზის ლოცვა და მეოხება. ჩვენ კი ვაგრძელებთ მფარველი ანგელოზის დარიგების კითხვას მე-4 დღისთვის. რას ეუბნება მფარველი ანგელოზი სულს, რომელსაც თან ახლავს და არასოდეს ცილდება ნათლობის ემბაზიდან, ამოსვლის წამიდან? არჩევანი უნდა გააკეთო უფლისა და ჯოჯოხეთის ანგელოზს შორის. გადაწყვიტე, ვისთან ყოფნა გირჩევნია? იმასთან, რომელიც საუკუნო ნეტარებას გვპირდება, თუ იმასთან, რომელსაც ჯოჯოხეთის სამუდამო ცეცხლში სურს შენი ხილვა? არადა ორივე შენი გულის დაპატრონებას ცდილობს. შეგიძლია ერთ-ერთს თანაუგრძნო. ვერ წარმოიდგენ ჯოჯოხეთის მოციქულის ბოროტების სიღრმეს. უსაზღვრო ბოროტებითა და დაუმორჩილებლობით აღგზნებული ღმერთს გმობს. მას არ შეუძლია ღვთისკენ მიმართოს თავისი უწმინდური საქმეები. ამიტომ ცდილობს დაგამარცხოს, რადგან შენში ღვთის ხატებას და მსგავსებას ხედავს. ჯოჯოხეთურ ცეცხლზე მეტად შური წვავს.
მისი ბოროტი გულისათვის ძალიან სასიამოვნოა შენი სულის წაბილწვა, ქრისტეს მადლის გარეშე დატოვება, შენი გულიდან ღმრთის განდევნა და ზეცისკენ მიმავალი გზის დახშობა. ის შენთან ძალიან განრისხებული მოდის და ეშმაკურად ფარავს ამას. ნათლის ანგელოზის სახეს იღებს და მეგობრის ენით გესაუბრება, გააქეებს, გაცდუნებს, გეპირფერება, სიამოვნებებს გთავაზობს, ყოველგვარ მზაკარობას იყენებს. ეს უწმიდური გველი გულში გიზრება, გაძინებს და სასიკვდილო შხამით გესლავს. ზოგჯერ იგი რწმენის მხსნელი ნათლის ჩაქრობას ცდილობს შენს გულში. ზოგჯერ მოწყენილობითა დაუდევრობით გაწვალებს. ხან სულში ძლიერვნებებს აღგიძრავს და გრძნობებს სამარცხვინო სურვილებით გივსებს. არც ერთი წუთით არ გასვენებს, რაც უფრო დაჟინებით იგერიებ, მით მეტი გააფთრებით გესხმის თავს. მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინც აშთან დგა. იგი ღმერთს ებრძვის, მაგრამ გრძნობს საკუთარ სისუსტესა და ბრძოლის უშედეგობას. აი ამიტომ ბრას შენზე ანთხევს, რადგან შენი სისუსტე და მერყევი ხასიათი იცის. საშიშროება ნაკლები იქნებოდა აშკარად რომ გესხმოდეს თავს, მაგრამ მისი ხრიგები ძალზე გაცილებით უფრო საშიშია. ჰაერით გავრცელებადი სნეულების მსგავსად შეუმჩნეველია გრძნობათა ორგანოებისთვის. სასიკვდილო შხამს გიწვეთებს, დახვეწილი მზაკვრებით მოქმედებს და უმანკო სულს ხრწნის. გულზე მისი მოქმედება შეუმჩნეველია, რადგან იგი კი არ ეწინააღმდეგება შესწოდვილ მიდრეკილებებს, არამედ ხელს უწყობს. თავბრუ დამხვევის სისწრაფით მიგაქანებს ცოდვისაკენ. განუწყვეტლივ აღვივებს შენ სურვილებს, რათა თანდათან აანთოს და დაუოკებელ ვნებებად აქციოს ისინი. მას შეუძლია მიესადაგოს ყოველგვარ გონებასა და ხასიათს. ჩვენ ცოდვით დაბადებული ვართ. არსებობის საწყისის მიხედვით ჯოჯოხეთის მოციქულის ძალაუფლების ქვეშ ვართ. იგი ფლობს და ამავე დროს ბოროტების საიდუმლო შხამს გვიწვეთებს სხეულში. ნათლობის საიდუმლომ ჩვენი ცოდვა განწმინდა და ახალი მადლიანი სიცოცხლე მოგვანიჭა, მაგრამ სიკვდილის თესლი მაინც დარჩა ჩვენში. ზოგჯერ სიკეთის ქმნა გვსურს, მაგრამ ჩვენი შემართება სუსტდება და ჩანაფიქრს ვერ ვახორციელებთ. თუ კი კეთილშობილი აზრი კეთილი საქმისკენ გვიბიძგებს, ბოროტინება წამსმე გვაშორებს ასეთ სურვილთან და ხშირად მას სრულიად შლის გონებიდან. ჭეშმარიტების შეცნობისთვის დაბადებულნი უკეთურებისგან ვიტანჯებით. ღმრთის სიყვარულისთვის გაჩენილნი გულებს ყველაზე ქვენა გრძნობებს უთმობთ. ჩვენი უბედურების სათავე იმაშია, რომ არ გვინდა შევიცნოთ საკუთარი უძლურებანი. სიკვდილთან განუწყვეტლივ მტანჯველ ბრძოლაში ვიმყოფებით, მაგრამ თავს ჯანმრთელად ვთვლით და სულთა მტრის ძალაუფლების ქვეშ ვექცევთ. რა უბედურები ვართ. ღვთის ანგელოზს სულის მაცხოვნებელი მადლი მოაქვს, ჩვენ კი სატანის ანგელოზის მიერ მოწოდებულ სასიკვდილო ცოდვას ვირჩევთ. ამდენად დიდია გრძნობიერების ძალაუფლება. ამდენად დამღუპველია ის სიბრმავე, რომელშიც ბოროტი სული გვამყოფებს. არ დაივიწყო, რომ ამ ორი ანგელოზიდან ერთ-ერთი, რომელიც სიცოცხლეში მეგზურად ამოირჩიე, სიკვდილის შემდეგაც გაგაცილებს ახალ სამყოფლამდე. გახსოვდეს ეს და ევედრე ფარველ ანგელოზს. მიიღე ჩემი სევდიანი ლოცვა, წმინდა ომფარველო ანგელოზო, ჩემო ერთგულო დამსველო. შიში სულში შემომეჭრა, სევდამ სული მოიცვა. რატომ მიგატოვე მე უგუნურმა? რატომ არ მოგმართე განსაცდელში მყოფმა? დემონის, ღმრთისგან განდევნილი საშინელი არსების მონა გავხდი. წუთიერი სიამოვნებისთვის სულს მას ვაძლევდი. რატომ უღალატე ღმერთს? ჩემს უბედურებას არაფერი შეედრება. ილოცე ჩემთვის წმინდაო ანგელოზო.
გულმოწყალე ღმერთს ჩემთვის ცოდვების მოტევება გამოსთხოვე. კიდევ ერთი ფრაზა ჩემი წიგნიდან, ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო. ასე ვგალობთ მიცვალებულთა სულების მოხსენიების მსახურებაზე. სხვა სულები არ აქებდნენ სიცოცხლის ჟამს, აქებდნენ. ოღონდ ზოგი წრფელად და ჭეშმარიტად, ზოგიც კი მხოლოდ სხვების მოსაჩვენებლად. წიგნიდან წმინდათა საგალობლები. ვისაც აქვს სურსულით გულით ყოფნა ღმერთთან, გულისხმავ ყოფთ, რომ ვართ მისი მსგავსი ხატი. ურწმუნოს და მცირედ მორწმუნესთან ერთად დაგლოცავდეს მისი წმინდა ანჩის ხატი. ვის გულში ვინ სახლობს, ვინ ვისცემს თაყვანს, იცის ქალის და კაცის რაობა, სული კი მთავარს ქმედებით გვამცნობს. ანჩის ხატობა. ნუ ვიქნებით სალომეა ან ჰეროდესის ხლის მღვრელი, თავის კვეთას ვამკობდეთ და დაგვლოცავს ნათლისმცემელი. წიგნიდან იესო. მახვილით ხელში ძმისა მომკვლელი, კაენის სულსათვის წარიწყმეთსო. სული მომმადლე მტრისთვის მლოცველი, ჩვენთვის ჯვარცმულო ქრისტე იესო. მონანულ ცოდვილთ წყალობას მიფენს, მის ცრემლს ვედრებას ყურად იღებსო. აცხოვნებს ჭაბუკს, ყრმასა და ძირძველს, ღვთისმშობელი და ტკბილი იესო. ურიცხ ცოდვათა შინა მცხოვრები, ერი მორწმუნე ნიშანს იღებსო, მე ძალმით ხოლო ცხოვნება თქვენი, რომელმან გიშევთ მხსნელი იესო. სახელისათვის წმინდის შენისა, რა იარს, რაც არ დაითმინესო, ძეობა მათი ხვაწლით გვეღირსა სულგრძელო ტკბილო ღმერთო იესო. ცრემლი მრავალი, ბიწის გამწმენდი, სულისთვის ჩემის აც მიხმიესო. ბინძლო ცოდვათა მრიდო, მაცხოვნო და შემიწყალო ტკბილო იესო. ხელმი სპეტაკნი ლოცვით, მონანულ სულ ცოდვილთათვის აღმიფყრი იესო. ყოვლად უბიწო მშობელი შენი ცრემლით აგეტყვის მხსნელო იესო. სიმდაბლე სულის, შემუსრვა გულის, ესე არიან რომელ გთმიესო. ანგელოზისა ჩემის მსგავსება მომადლენ ტკბილო ქრისტე იესო. უკრძალველობით ენაი ჩემი, სულსა მრავალ გზის მოაკვდინებსო. ლაგამი შენი აცხოვნებელი, ზდე მას უფალო ტკბილო იესო. კიდევ და კიდევ, ჩემო ძვირფასებო, დამდეგ ახალ საერო წელს გილოცავთ და ჩვენს გადაცემას, როგორც ყოველთვის, დავასრულებთ ლექსათქმული სახარებით, წიგნიდან ამბავი კეთილი. რა ძნელი არს სულით იგრძნო, თუ ვინ აკყავს ახლოს გვერდით, ვერ ირწმუნებეს, რომ ციყოს შენთვის ხორჩესხმული ღმერთი. შეიძლება კიდეც იცნო, ისიც ხოლო მისი ვნებით, შეურდე და აღიარო ქმნილება მანთვისი ღმერთი. მაგრამ შემდგომ კვლავ ცხოვრებდე დაცემული შენი ნებით,
არ გახსოვდეს და გავიწყდეს დათვლილი გაქვს თავზე თმებიც. სინაგოგას მიეახლა და შევიდა მასში მხსნელი, მუმყოფთ მისი არისმინეს კადრეს საქმე საცინელი. გიცნობთ, შენი მხუროს ზეხარ ვისიც მოგწონს გამრჯეხელი, არ უსმინეს და აეუფლა მათ გონებას ძალაბნელი. დაუეცრადეს მათ უგნურთ ხმად საბრალოდ საკვირველიც, გიცნობ ვინც ხარ ღვთისწმინდა ორა გაქვს ჩემთან მითხარ ხელი, იესომ კი უთხრა რისხვით, განვედ მისგან გველი ძველი. დაიკვნესა, შეანჯღრია, სახლითვისი სამყოფელი შუაგულში დასცა ყრმა ისახე შექმნა საკვირველი. შიშის ზარი დასცა ყველას არ ირწმუნა ვინც კი მხსნელი, რა სწავლება არს ახალი სიტყვით იდევნება ბნელი. ადიდებდნენ ღვთის გაანგებას, გაიხსენეს აღთქმა ძველი, კვლავ იხილოთ ღვთის დიდება, ედემს შინა სასურველი. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.